გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. როდესაც ვიღაც ცნობადი, ნახევრად ცნობადი, უცნობი თუ საერთოდ უჩინარი პირი გამოდის და ამაყად აცხადებს, რომ ის გაიფიცა და ელოდება აპლოდისმენტებს, ეს ისეთ სიბრიყვეთ და უსუსურობად მეჩვენება, რომ კომპოტი არ გადამდის ყელში. რა დიდი წარმოდგენა აქვს იმ ტიპს თავის თავზე, ვინც საჯაროდ იფიცება, რა გონია რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეშინდება მისი გაფიცვის და რა მერე ხაზარაძეს და ხოშტარიას მოიყვანს ხელისუფლებაში თუ მას დასვამს პრემიერ-მინისტრად ან თეატრის მმართველად. სული ბოდვა ხდება მეგობრებო, თანაც ჩვენთან გაფიცვისთვისაა და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა ის ეგრეთ წოდებული გაფიცული ჩემთვის რამდენადაა ცნობილი თუ უცნობი. გაფიცვას აქვს აზრი იმ შემთხვევაში, როდესაც ამ გაფიცვის უკან დგას ზოგად საკაცობრიო, სოციალური, მატერიალური, ფიზიკური თუ ლირიკული პრობლემა. და ამ გაფიცვის უკან რა დგას? არაფერი. ყველაზე დიდი რაც დგას ისაა, რომ საზოგადოებას შენი არსებობა გააცნო, შეახსენო. ზოგიერთი მსახიობი, ვინც გაიფიცა, პრინციპში დიდი ხანია უკვე ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა თურმე. არსად მუშაობდა და დიდი რომელიმე წარმოდგენაში მე-6 სოკოს მღეროდა. მაგრამ ამას არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა. თუ გეფიცება, კი ბატონო, გაიფიცე და შეგერგება. გული მწყდება, რომ ეს იმდენად უნიადაგოდ ხდება, რომ გაფიცვის მთელი სიმძაფრე იკარგება. რისთვის იფიცები ამხანაგო? იფიცები იმიტომ, რომ ევროპული მომავალი გინდა? თვლი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ვინმე თქვა, რომ საქართველოს ადგილი არა ევროპაში, ვინმე ოფიციალურად ეს განაცხადა? განა კობახიძემ თქვა, რომ არა ევროპა აღარ გვინდა და გვინდა სირიაო? ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რისთვის დადიხარ იმ ღამის აქციებზე? დადიხარ იმისთვის, რომ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენო? ქვა ესროლო, ფეიერვერკი ესროლო და დაამცირო ამისთვის და მერე საკუთარ წრეში მაგარ ტიპად გამოჩნდე, მაგარი ბიჭი გოგოს სახელი გერქვას? ხო და ღმერთმა დაგიფაროს და რამე დაიზიანო იქ, მერე ხდები ბავშვი. ჩვენ ბავშვებს რას უშვებიან, რა უმოწყალოდ, არა ადამიანურად ექცევიან. საინტერესოა, საქართველოში ცნება ბავშვს სად უსრულდება ვადა, რომელ ასაკში და ბავშვმა თუ ცეცხლი წაგიკიდა, ის ისევ ბავშვად რჩება და უნდა ეპატიოს? რატომ? იმიტომ რომ ბავშვია, ვიღაცის ბავშვია და იმიტომ. ბავშვს ევროპაში უნდა და ამიტომ ბავშვი ჯოხს ურტყავს პოლიციელს, ამცირებს პოლიციელს, ისვრის მისი მისამართით ფეიერვერკერს, ქვებს, რიგ შემთხვევაში აალებად სითხესაც. და მერე პრადვინუტები ამბობენ, ეს რა მშვენიერი თაობა მოდის, რა ღირსეული, რა ლამაზი. აბა ერთი გაბედოს ჩვენმა ასეთმა მშვენიერმა ბავშვმა გერმანიაში, ან საფრანგეთში, ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში იგივე ჩაიდინოს და სამართალდამცავს გადაბრუნებული სიტყვა უთხრას. რაც მოუვა, კი ვიცით, გვინახავს. შუაგულ ევროპაში ისეთი მოხდება, უცებ გაახსენდება თავისი არაევროპული ფესვები. მეგობრებო, რასაკვირველია, გაფიცვა, მით უმეტეს უმიზეზო გაფიცვა, ეს არაა კარგი საქმე. მე მართლა მჯერა, რომ გაფიცვის მიზეზი არის თითიდან გამოწოვილი და საერთო ფსიქოს გავს. თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იფიცება იმიტომ, რომ მისი მეზობელი გაიფიცა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, თუ კი ასეთი ტრენდი დაიწყო გაფიცულობანას თამაში, მირჩევნია 100 მსახიობი გაიფიცოს, ვიდრე ვთქვათ დასუფთავების სამსახურის ერთი მუშაკი მაინც. იმიტომ რომ მსახიობი გაიფიცება თუ არ გაიფიცება, ჩემს ცხოვრების წესსა და კომფორტს ეს ვერაფერს დააკლებს და დასუფთავების მუშაკი თუ გაიფიცა, მაშინ ძალიან დიდ დისკომფორტს ვიგრძნობ და ის
100 გაფიცული მსახიობის გარწმუნებით იგრძნობს იმავე დისკომფორტს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.